საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის გარემოს დაცვის კამპანიას მე დავრგე ხე აგრძელებს. ამჯერად მადნეულის კარიერის ფუჭი განების სანაკროზე 264 სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო. დეტალებს ია აივაზაშვილის სიუჟეტიდან შევიდროთ. მე დავრგე ხე კამპანია, რომლის ფარგლებშიც გარემოზე ზრუნვა და ტერიტორიების გამწვანება უკვე 4 წელია ტრადიციად იქცა. მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა ჯიშის ხეები ირგვება და სწორედ დღეს თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მწვანე მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანოს. გამწვანების ღონისძიებას საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის კომპანია RMG კოპერის გარემოს დაცვით დეპარტამენტთან ერთად ატარებს. ჩვენი კამპანია მე დავრგე ხე, რომელმაც სტარტი 2024 წლის შემოდგომაზე აიღო, წელსაც გრძელდება. კამპანიის მიზანს სამთო წარმოებისგან ყველაზე დაზიანებულ ადგილებში ზიანის გამოსწორება წარმოადგენს და ასევე კამპანიის მიზანია ამ ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობის, კერძოდ მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა. წელს ჩვენ ვიმყოფებით კომპანია RMG-ის მეორე სანაყაროს თავზე და ღონისძიების ფარგლებში დაირგა 264 ხე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხეები ირგვება ძალიან სპეციფიურ ნიადაგზე, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი წლები ჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია გაგრძელდება და მომავალი ღონისძიება გვექნება გვიან შემოდგომაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა აქტივისტებმა, კომპანიის თანამშრომლებმა, ასევე დაბა-კაზრეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს, რომლებიც კამპანიაში ტრადიციულად ყოველწლიურად ერთვებიან. მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ ჩვენი სტაჟიორები. მე დავრგე ხის კამპანიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან ერთად. ჩვენ გავამწვანეთ რეკულტივირებული ტერიტორია, დაირგო 200-ზე მეტი ნერგი და ეს ის ფორმატია, რა ფორმატსაც საქართველოს პარლამენტი მომავალში ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს. დღეს ჩვენ ვიყოფებოდით RMG-ის სანაყაროზე, სადაც იცით თქვენ, რომ იმ ადგილებზე, სადაც ათეულობით წლები გროვდებოდა შესაბამისი მასალები, ახლა მოეწყო მწვანე სივრცეები. ჩვენ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებთან, პოლონეთის და დმანისის სკოლის მოსწავლეებთან, სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად დავრგეთ 300-მდე ხე და დამატებით 1000 ხეს, რომელიც მანამდე იყო წლების განმავლობაში დარგული, ახალი სივრცეები შეემატა. გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენთან განისვალია და ძალიან მიხარია, რომ დღეს შემეძლო დღეს აქ ყოფილიყავი. ყოველ გამწვანების აქციაზე ტრადიციად იქცა, რომ თითოეული ხე ახალგაზრდა თაობის ხელით ირღვება. სკოლის მოსწავლეებთან ერთად წელს ღონისძიებაში პირველად სტუდენტები და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებიც ჩაერთნენ. უმეტესმა მათგანმა დღეს ხე პირველად დარგო, როგორც საქართველოს ბუნებაზე ზრუნვის სიმბოლო. პარლამენტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ხის დარგვაში და გამწვანებაში მიმიღია აქამდეც მონაწილეობა. ძალიან მახარებს დღეს RMG-ის სანაყაროში სკოლის მოსწავლეების, სტაჟიორების და სტუდენტების ხილვა და ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენს ტერიტორიას გავუფრთხილდეთ, გავამწვანოთ გასამწვანებელი ადგილები და გადავცეთ თავმოყრობას გამწვანებული. ხეების დარგვასთან ერთად მონაწილეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. მათი მიზანი ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებაა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს RMG Gold-ის აბულმოგის საბადოს გამოსატუტი მოედანი. მადნის სამსხვრევი ნაგებობა და სპეციალისტების დახმარებით ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. სტუმრებმა მოინახულეს აბულმოგის ქიმიური გამწმენდი ნაგებობაც, სადაც გაეცნენ დრენირებული წყლების გაფილტვის პროცესს, რაც მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკის შემცირებას ემსახურება. ჩვენ ვახორციელებთ უშუალოდ სანაყაროების აღდგენას. ეს არის რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, თვითონ ნიადაგის შემცველობა ძალიან რთულია. ჩვენ სანამ ხეების დარგვას განვახორციელებდით, მოგვიწია წლების განმავლობაში ამ ტერიტორიის დამუშავება, რომ მიგვიყვანა იმ კონდენციამდე, რომ მე შემდგომ ხეები დაგვერგო და თქვენ ხედავთ შედეგებს, გამწვანებას, ასევე ხედავთ ჩემს უკან შარშან შემოდგომას მე დავრგე ხეს მესამე ღონისძიებაზე დარგულ ხეების როგორც არის გახარებული.
კამპანია მე დავრგე ხე საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ინიციატივით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2 ივნისის ღონისძიების ჩათვლით კამპანიის ფარგლებში უკვე 1264 ხეა დარგული. ორგანიზატორების ინფორმაციით, მორიგი გამწვანების აქცია გვიან შემოდგომაზე გაიმართება.